ლაკბეს წყალსაცავი, რომელიც 80-იან წლებში 22 ჰექტარზე ხელოვნურად დააგუბეს, ამჟამად მიტოვებული და უდაბური ადგილია, სადაც მხოლოდ კამეჩები გრძნობენ თავს კარგად. წყალსაცავს ამჟამად უკვე ბუნებრივ ტბად მოიხსენიებენ. ტბის ხელოვნურად დაგუბება სამელიორაციო მიზნით დაიწყო, რომელსაც სარწყავი წყლით შირაქის ველი უნდა მოემარაგებინა. თუმცა მწვანეთა პარტიის მიერ გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ, რომ ქალაქს ეკოლოგიური საფრთხე დაემუქრებოდა, მშენებლობა გაჩერდა და წყალსაცავმა დანიშნულება დაკარგა. სოფელ არაშენდას მახლობლად ფხოველის ტყის ტერიტორიის უნიკალურობას აქ არსებული ბუნებრივად მომდინარე მჟავე წყლები და მინერალებით მდიდარი ტალახის არსებობა განსაზღვრავს, რომელიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ტერიტორია გომბორის მთიანეთის ნაწილია. არაშენდელი გულადი ბაწელაშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ტერიტორიას დღემდე ყურადღება არ ექცევა და მისი უნიკალურობის შესახებ ინფორმაცია ნაკლებია. აქ არის მწყინვარი ადგილი ტურიზმის სამბავში. ტურიზმის მწყინვარი ადგილი არის. აქ ამოდის ახტალა ამოდის 314 მეტრში. აქ მჟავე წყლები არის, მჟავე რომელიც სახსრებით არის ძალიან კარგი. აქ არის მშველი არის ნაგზლის ვარიანტი შეიძლება გაკეთებენ. ამას მიხედვა უნდა რომ აი მათ რომ გულთან მიეტანოს ადამიანმა. მას შემდეგ გულად ბაწელაშვილი 20 წელზე მეტია წყალსაცავს მეთვალყურეობს. მან 1997 წლიდან დღემდე ლაკბეს მიმდებარე ტერიტორიის პირვანდელი სახით შემონახვა მოახერხა. საკუთარი ინიციატივით ბაწელაშვილმა ლაკბეს წყალში სხვადასხვა სახეობის თევზი მოაშენა. მისი თქმით, ამჟამად ტბაზე სათევზაოდ ბევრი ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი აკითხავს. აქ ეხლა სათევზაოც და ვინ აღარ მოდის აქ სათევზა ანკესის თევზაობენ დათევზიანებული მაქვს სასმულა ყველა ჯიშის თევზი მაქვს და ყმაყოფილია ხალხის ყველა ვინც კი მოდიან. უფასოდ ეს ყველაფერი. უფასოდ რა თქმა უნდა. რა თევზია? წასტალოპი მყავ, კობრი მყავ, საზანი მყავ, ყველა ჯიშის არის. აქ არის ქაშაყბეძახის, აი ლაკბისას არის და იმის არის კარასი არის. არაშენდის თემის სოფლების სპეციალისტი გივი ჯაშიაშვილი ლაკბეს წყალსაცავთან ახლოს არსებულ ბეტონის გვირაბზე გვიყვება, რომელიც დაახლოებით 400 მეტრამდე სიგრძისაა და უფუნქციოდ არის დარჩენილი. გვირაბი 80-იან წლებშია აშენებული, რომლის მეშვეობითაც ალაზნიდან წყალსაცავში წყლის შემოდინება უნდა მომხდარიყო. ჯაშიაშვილისვე განცხადებით, სამელიორაციო თვალსაზრისით წყალსაცავი დღესაც გამოიყენება, თუმცა მხოლოდ სოფელ არაშენდასა და მელაანის მოსახლეობის ნაწილი მოიხმარს. მისივე თქმით, წყალსაცავს გააჩნია პოტენციალი სრულად აღმოფხვრას პრობლემა, რომელიც გაჭრეთის ზონის გასარწყავიანებას უკავშირდება. ამჟამად მცირე ხდება ამ ლაკბის წყალსაცავიდან მცირე გასარწყავება არაშენდის და მელაანის მიწების ძალიან მცირე რაოდენობით. თუ დაინტერესდება მთავრობა, თუ ან ვინმე ინვესტორი დაინტერესდება, ძალიან კარგი იქნება, თუ მისი აღორძინება მოხდება, ეშველება ან გაჭრეთის ზონის სოფლებს, ასე იწოდება. გაჭრეთის ზონის სოფლებს ტერიტორიაც გასარწყავდება, ტურისტული ცენტრიც შეიქმნება და მოსახლეობაც დასაქმდება და შემოსავალიც გაიზრდება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ძეგლთა დაცვის უფროსის სპეციალისტი თამაზ მარკოზაშვილი აღნიშნავს, რომ ლაკბეს წყალსაცავს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს და მისი ტურიზმის ცენტრად ქცევა მომგებიანი იქნება. მისი თქმით, აუცილებელია სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა და წყალსაცავამდე მისასვლელი სამანქანო გზის რეაბილიტაცია. მარკოზაშვილი აღნიშნავს, რომ აუცილებელია სამოქმედო გეგმის შედგენა, რომელიც ლაკბეს განვითარებას შეუწყობს ხელს. შეიძლება აქ მოეწყოს ტურისტული ინფრასტრუქტურა. მისასვლელი გზა სამანქანო გზა არის ერთადაც სოფელ ქოდალოდან და ეს ავტომობილო გზა ზეტბამდე მიდის და თუკი მოწესრიგდება საავტომობილო გზა და ტურისტული ინფრასტრუქტურა შეიძლება გაკეთდეს კოტეჯები, პლაჟები მოეწყოს და ასე შემდეგ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ლაკბეს ტურისტული პოტენციალის გამოყენება იგეგმება. უწყებაში განმარტავენ, რომ კულტურის სამსახურმა 2 თვის წინ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში მუნიციპალიტეტის განვითარების კონცეფცია წარადგინა, სადაც ტურისტულ ობიექტთა სიაში სხვა ისტორიულ ძეგლებთან ერთად ლაკბეს წყალსაცავიც არის შეტანილი. უწყებაში ამბობენ, რომ ლაკბე კახეთის ტურისტულ მარშრუტში უნდა ჩაჯდეს, თუმცა ეს როდის მოხდება უცნობია. მანამდე კი წყალსაცავი სტატუსის მოლოდინშია, ხოლო მისი მცველი მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინში.